ვაგრძელებთ ლექციებს პოლიტიკის შესავალ კურსში. დღეს მეათე თემა გვაქვს, ესაა პოლიტიკური ლიდერობა და ლიდერები. და დღეს განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, კერძოდ განმარტავთ რას ნიშნავს ლიდერობა პოლიტიკის მეცნიერებაში, განსაკუთრებით სხვადასხვა ლიდერების სახეებს, ანუ სხვადასხვა ლიდერის ტიპებს გავაანალიზებთ და შემდეგ გვექნება საუბარი სხვათა შორის არა მარტო ამ ლიდერების სახეების გაანალიზების დროს, გვექნება ასევე მაგალითებიც მოყვანილი, მათ შორის სამოქალაქო ლიდერებზეც როცა ვისაუბრებთ. განსაკუთრებულად შევადარებთ ერთმანეთს სახელმწიფო მოღვაწესა და დემაგოგს, რამდენადაც ხშირად ძალიან რთულია, კაცმორი თქვას, განასხვაო ერთმანეთისაგან და ალბათ გარკვეული წლებიც კი ჭირდება, რომ ერთმანეთისაგან ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე და დემაგოგი განასხვაო. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ლიდერობის განმარტებაზე და ლიდერების სახეებზე. მეორე ნაწილში სწორედ გადავალთ სხვადასხვა ტიპებზე, მოღვაწესა და დემაგოგს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ და შემდეგ ბოლოში გვექნება უკვე გარკვეული მაგალითები სახელმწიფო მოღვაწის, დემაგოგების, მოღვაწეების და ასევე სამოქალაქო ლიდერებისა. მაშ ასე, პირველი შეკითხვა, ალბათ, რაც პოლიტიკის მეცნიერებაში ისმის, ესაა საერთოდ რამდენად საჭიროა პოლიტიკური ლიდერი. სხვაგვარად რომ დავსვათ ეს შეკითხვა, რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური პროცესი ლიდერის კარისში. საერთოდ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების საკითხი, ეს საკითხი სოციალური მეცნიერების სხვადასხვა დარგებსაც აწუხებს. ზოგადად რომ დავსვათ შეკითხვა, იგივე საკითხი შეიძლება აწუხებდეს მაგალითად ორგანიზაციას, იქნება ეს უნივერსიტეტი, პოლიტიკური პარტია, კვლევითი დაწესებულება თუ თუნდაც ბიზნეს ორგანიზაცია. ყოველთვის დგება დღის წესრიგში საკითხი, რამდენად შეიძლება პროცესები, გარკვეული საკითხები ადგილიდან დაიძრას, სხვაგვარად რომ თქვა, როგორ შეიძლება გარკვეული მიზნები იქნეს მიღწეული, თუ არ აყვავს ლიდერი, თუ არ არის გამოკვეთილი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს რომ გაუძღვეს ამ საკითხების მოგვარებას. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ პრაგმატული დატვირთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მასში არის ასევე გარკვეული ღირებულებითი ელემენტიც, რამდენადაც თავისთავად ნებისმიერი ლიდერობა, ლიდერის არსებობა ყოველთვის წარმოშობს ფუნქციების სიმგვარი გადანაწილების აუცილებლობას, როდესაც ყავს გადაწყვეტილების მიმღებნი და გადაწყვეტილების შემსრულებლები, ანუ სხვაგვარად თუ დავარქმევთ პოლიტიკური მეცნიერების თვალსაზრისით ყოველთვის წარმოშობს პასუხისგებლობებისა და უფლებების გადანაწილების პრობლემას. ერთი მხრივ ლიდერის სასარგებლოდ და მეორე მხრივ მისი მიმდევრების საზიანოდ. მეორე საკითხი, რომელიც იგივე თემას ეხმიანება, ესაა რამდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი, ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკური ლიდერი ამ მრჩევლის ნებაზე. ეს საკითხი სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის იგივე ჩვენთან მიმდინარე დისკუსიებში საქართველოში, როდესაც ანგარიშვალდებულებაზე საუბრობენ ამ მრჩევლების წინაშე, ამ მრჩევლების ანუ პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებაზეა საუბარი ამ მრჩევლების წინაშე. და ეს საკითხი თეორიაშიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკის მეცნიერების თეორიაშიც საკმაოდ დიდ ყურადღებას იმსახურებს. ანუ, სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ შეკითხვა, რამდენად დამოუკიდებელია არჩეული პოლიტიკოსი არჩევნებიდან არჩევნებამდე, რამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ არჩეული პოლიტიკოსი ერთადერთი პასუხისმგებლობა, ერთადერთი ანგარიშვალდებულება თავისი ამ მრჩევლის წინაშე დგება შემდგომი არჩევნების დროს და თუ იმ შემდგომ არჩევნებში მრჩეველი კვლავ ენდობა მას, მაშინ ყველაფერი წესრიგშია და თუ ამ მრჩეველი უკმაყოფილოა მის საქმიანობით, სწორედ აი არჩევნების დროს ექნება ამის საშუალება, რომ საზღაური მისცეს, ანუ მისი კონტრაქტი შეუსრულებლად ჩათვალოს და გადაირჩიოს იგი. თავისთავად ცხადია, რომ პასუხისგებლობის მომენტი, მუდმივი ანგარიშვალდებულების მომენტი, ანუ საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ციკლებს შორისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ და ალბათ ბევრი საღად
მოაზროვნე ადამიანი იყო და რომ არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში კი არ არჩევნების შორისაც უნდა არსებობს ანგარიშვალდებულების ფორმები და არსებობს კიდეც. თუმცა თუ ჩვენ დაუშვებთ თეორიულად ან პრაქტიკულად რომ არჩევნები ანუ გადარჩევის მომენტი, გამოწვევის მომენტი, გამოწვევის ფორმა, როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი ფორმა წინა ლექციაზე ამაზე ვსაუბრობდით აპრობირებული სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეიძლება რომ ამომრჩეველს შეეძლოს მაგალითად პოლიტიკოსი გამოიწვიოს, გადააყენოს, გადაირჩიოს არჩევნებს შორის პერიოდშიც, თავისთავად ეს ასეთი ფორმის არსებობა შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით, რამდენადაც დამოკიდებულება პოლიტიკოსისა იმდენად დიდი იქნება ამორჩეულის ნებაზე, რომ იგი მუდმივად ეცდება ითამაშოს მის სურვილებზე, მუდმივად ეცდება მარტივად რომ თქვა, თავი არიდოს რთულ და საპასუხისმგებლო საკითხებს, სადაც მნიშვნელოვანია პოზიციის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება და უფრო იაფფასიანი თემებით სპეკულირებდეს. ანუ ეს საკითხი რამდენად დამოუკიდებელი ან დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი ამორჩეულის ნებისაგან, შეიძლება როგორც პრაგმატულ, ასევე ღირებულებითა ნორმატიულ ელემენტებს და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიდიოდეს საზოგადოებაში და მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკის მეცნიერების სფეროში მიდის და მიდის. მოდით ახლა ისევ დაუბრუნდეთ ლიდერობას. განმარტება რომელსაც ახლა თქვენ ახლა ხედავთ არ არის მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერებისთვის დამახასიათებელი სოციალურ მეცნიერებიდან ზოგადად ლიდერობის თეორიები არსებობს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების. თავარი განმარტება ლიდერობისა ეს არის სოციალური უნარი, სოციალური ფენომენია თავისთავად ლიდერობა და იგი მოიცავს სოციალური გავლენის სხვადასხვა ფორმებით ამა თუ იმ პიროვნების ინდივიდუალურ შესაძლებლობას, ინდივიდუალურ უნარს მობილიზაცია მოახდინოს სხვებისა. ანუ სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ ეს ჩვენი განმარტება, ეს არის ინდივიდუალური უნარი საკუთარი გარკვეული მიზნების მისაღწევად შეკრიბოს, რაც შეიძლება მეტი მომხრე მონახოს თანამოაზრეები და განაწყოს ისინი მოქმედებისაკენ. როგორც წესი ლიდერებს ასევე მიაწერენ გარკვეულ უნარს და ახლა ჩვენ გავმარტავთ ეს უნარი ზეცით მოვლენილია თუ შეიძლება მისი გამომუშავება ცოდნითა და სწავლითა და რუტინით გარკვეულ უნარს რომ განაპირობოს და უფრო მეტად კაცმა რა თქმა უნდა განჭვრიტოს პროცესები რომელიც მიმდინარეობს და სათავეში ჩაუდგეს იმას რაც გარდაუვალია. ადვილი გასაგები რო იყოს ჩვენთვის ყოველთვის თუ დავაკვირდებით დიდ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც ისტორიულად შესულან სხვადასხვა ეპოქაში, კარგად დავინახავთ, რომ ამ ადამიანებმა ეს კითხვა ისტორიოგრაფიაშიც დგას, ამ ადამიანებმა ალბათ ნაკლებად შექმნეს ახალი ეპოქები, არამედ გამოიყენეს ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისი და სწორად განჭვრიტეს სწორად დაინახეს პროცესები და სათავეში ჩაუდგნენ მას. ანუ თავისთავად ეს დილემა, რა თქმა უნდა, ეს მეცნიერებას დღეს პასუხი არ გაუწია ამ შეკითხვაზე, ლიდერი წყვეტს და ლიდერი ქმნის ეპოქას თუ ეპოქა პირიქით ლიდერს, მაგრამ თავისთავად ძნელი წარმოსადგენია, რომ ინდივიდუალური, ანუ პიროვნული გადაწყვეტილებები ასეთი სიღრმისეული შედეგების, სიღრმისეული ძროების გამომწვევი იყოს. ანუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, ინდივიდუალური გამართლებებით შეიძლება ითქვას, მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობები, რა გარემო პირობებში მიმდინარეობს. რა გარემო პირობებში უხდება ამა თუ იმ ლიდერს მოქმედება. ლიდერები შესაბამისად ყავს სახელმწიფო მოღვაწეები, დემაგოგები, პოლიტიკოსები, ეს სამი სახე, ასე ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური ლიდერებისა და ჩვენ ასევე განვიხილავთ სახალხო ლიდერებს. სახელმწიფო მოღვაწეები იშვიათი მოვლენაა, დემაგოგებიც შეიძლება ითქვას, რომ შედარებით იშვიათი, ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, ანუ პოლიტიკოსები, რომლებიც არ გამოირჩევიან რაღაც განსაკუთრებული არც ცუდ და არც კარგ კვალს არ ტოვებენ
საზოგადოების ცხოვრებაში, ისტორიული თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, მათ რა თქმა უნდა ისინი უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ ჩამოვწერთ მათ, იმიტომ რომ ისინი არის ალბათ პოლიტიკური სისტემის ყველაზე ძირითადი ხერხემალი. და ბოლოს სახალხო ლიდერი, ვისაუბრებთ სახალხო ლიდერზე და რამდენიმე მაგალითსაც მოვიყვანთ, როგორც ლექციის დასაწყისში შევთანხმდით. მეორე ნაწილში ჩვენ დავიწყებთ შედარებას სხვადასხვა ლიდერის სხვადასხვა ტიპებისა და ასევე დავსვამთ კითხვებს რა ქმნის ლიდერს, ანუ რა მახასიათებლებით შეიძლება ლიდერი ჩამოყალიბდეს, ლიდერი ბრწყალებში რომ თქვა გაიზარდოს.